შუა დღემშვიდობისა, მეგობრებო, როგორ ხართ? და კარგად დააკვირდით ამ სურათებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. ჩვენი ილია მეორე, პატრიარქად წოდებული, გამოცხადებულია როგორც მილიარდელი პატრიარქი. აი, პირდაპირი მნიშვნელობით გამოცხადებულია როგორც მილიარდელი პატრიარქი. და ჩვენს ქვეყანაში სულ ცოტა რამდენი ქართველი ბავშვი იქნება, ალბათ, ბავშვების შობადობა ძალიანაც შემცირებულია, მაგრამ სხვანაირად როგორ მოგეჩვენებათ ეს საკითხი, მეგობრებო? თუ კი ადამიანს იმის საშუალებასაც არ აძლევენ, რომ გარეთ ივაჭროს, შემოსავალი ჰქონდეს, იმუშაოს, სანამ აი ამ ხალხს არ შეებმევა და სანამ ამ ხალხთან არ მოაწერს ხელს, აი ქვემოთ რო ხედავთ ბოზებს, აი ამ საკითხებზე რომ ზეიმობენ, რომ თურმე მკვდარმა პატრიარქმა მიიღო საჩუქარი წმინდა იერუსალიმიდან, წმინდა მიწიდანო რა. საქართველოს წმინდა მიწა არ არის, ახლა ის გახდა ის მიწა, რომელიც დააწერეს სირიელებს, რომ დააწერეს მიწა ებრაელებმა, ის გახდა თურმე წმინდა მიწა. და საჩუქარი მიიღო ჩვენი ქრისტეს მკვლელის საზოგადოებისგან ილია მეორემ და ამას ზეიმობს მთელი საპატრიარქო თურმე. აი ამ ბავშვს კიდევ ვერავინ ვერ ხედავს. დაღლილი რო ეძინება, ვიდეო არსებობს ამ ბავშვის, დაღლილი რო ეძინება დონზე. ხოდა, რა ვიცი, მე მეკითხებით ხოლმე, რას გადაეკიდე ილიასო რა და მაშინ თქვენ მითხარით, ვის გადავეკიდო რა? ვინ არის პასუხისმგებელი ამ ბავშვებისთვის? კახა კალაძე? თუ კობახიძე? არც ერთი და არც მეორე? ილია მეორე არ არის ამისთვის პასუხისმგებელი, არა? მას ევალება მხოლოდ მართლა $800 ფეხსაცმელები ეცოს და ბოსის ზმანებზე დადიოდეს. $75,000 ხე ედგას სახში და ჭკუაზე არ იყოს მილიარდელების სიაში შედიოდეს. კი ბატონო, ეგრე იყოს მაშინ რა, პრობლემა არა მაქვს. თქვენ ვინც აი ამ ბოსებს იცავთ, თქვენს კისერზე იყოს ასეთი ბავშვის ცოდვები რა. და თქვენ მოგეკითხოთ და თქვენ ჩავარდეთ აი ამ ბავშვის დღეში. ამინ, ამენით იესო ქრისტე. ეხლა დაგემშვიდობებით და დაიწყეთ მკვდარზე ლოცვა და ილოცეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მკვდარზე ილოცეთ და მკვდარიც რომ წინ წარგიდგინონ და გითხრანოთ ცოცხალიო, მაინც ილოცეთ მკვდარზე. ვერ დაინახოთ ვერაფერს თქვენი თვალით. იმ დღეს მეკითხება ერთი, ილია მკვდარია, საიდან გაიგეო რა და მეთქი მე დავინახე, მაგრამ შენ საიდან გაიგე მეთქი და არც არაფერი აღარ მოუწერია. გესმით? თავად მოხია აქედან ბუბა, აქედან დაახვიე, გესმით? და აი ამ ბავშვის ცოდვა შენს კისერზე იყოს, შენი შვილები ჩავარდნენ ამ ბავშვის დღეში და ილია მეორეს დღეში შენი შვილები ჩავარდნენ. აი ესე, თუ არ დაახვევ აქედან. ასე რომ ჩემო კარგებო, თავად გადაწყვიტეთ, ვინ არის მოსაკითხი. აი ამის გამო ესეთი რაღაცა რო ხდება დღეს ჩვენ საქართველოში, პატარა საქართველოში, სადაც სულ ცოტა თანხებია იმისათვის საჭირო, რომ სისტემა ისე ჩამოაყალიბო, რომ ყველა ბედნიერი იყოს. მაგრამ არავის არ აინტერესებს ეს და იმის მაგივრად, რომ რაღაცა გაიგოს, აი ბუბა ორჯონიკიძეს ნაირები წადი მოხია აქედანო მე მეუბნებიან. ეგ ჩემო ბუბა, აი შენ მკვდარ ილია მეორეს გადაეცი. წავიდეს მოხიოს აქედან, სანამ არ აყროლდა ეს კაცი. კარგად იყავით, მეგობრებო.